მარკოზის სახარება, თავი პირველი. დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთისძისა. როგორც ისაია წინასწარმეტყველში წერია, აჰა მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოს, რომელიც მოამზადებს შენ გზას. ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ივანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. ივანეს ემუსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და ჭამდა კალიასა და ველურ თაფლს. ქადაგებდა და ამბობდა: ჩემ შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა. მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ. მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა ივანეს მიერ იორდანეში. და უცბად, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცანი და სული მტრედივით გარდმომავალი მასზე. ცათაგან მოისმა ხმა: შენ ხარ ჩემი საყვარელიძე, რომელიც მოვიწონე მე. და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში. უდაბნოში 40 დღე იყო და სატანისაგან იცდებოდა იგი, ხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ. მას შემდეგ, რაც ივანე გადაცემულ იქნა, იესო მოვიდა გალილეას და ღვთის სახარებას ქადაგებდა. ამბობდა: აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება. როდესაც გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. იესომ უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. მათ მაშინვე მიატოვეს ბადები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობს ზებედესზე და მისი ძმა ივანე. ისინი ნავში ბადეებს აკერებდნენ. მაშინვე დაუძახა, მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას. კაპერნაუმს მივიდნენ და მაშინვე შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. მათ სინაგოგაში იყო კაცი არაწმიდა სულით შეპყრობილი. მან იყვირა: რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო, ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ ღვთისწმიდა. იესომ შერისხა იგი და უთხრა: გაჩუნდი და გადი მაგისგან. არაწმიდა სულმა შეანჭღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. ყველანი განცვიფრდნენ ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას. მისი ამბავი მაშინვე გალილეის მთელ მხარეს მოედო. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად. სიმონის სიდედრი კი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მაშინვე უთხრეს მასზე. მივიდა, ხელი მოკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ. საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიიყვანეს მას ყველა, ვინც ცნეული და ეშმაკეული იყო. მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან. ბევრი ცნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ თავდა ეშმაკებს ელაპარაკად, რადგან ისინი იცნობდნენ მას. განთიადამდე ჯერ კიდევ ღამიანად ადგა. გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა. სიმონი და მასთან ყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას. იპოვეს და უთხრეს: ყველა შენ გეძებს. უთხრა მათ: წავიდეთ სხვა ახლომახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული. დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შევედრა და უთხრა: თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განძმედა. შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: სურს, განიწმინდე. და მყისვე მოშორდა კეთრი და გაწმენდილი იქნა. კაცრად გააფრთხილა და უმალვე გაუშვა. უთხრა მას: უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი გაწმედისათვის, რაც ბრძანა მოსე მათ და დასამოწმებლად. ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ამ ამბის გახმაურება ისე, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.